არქიტექტურული ორდერი წარმოადგენს მდგარ-კოჭოვან კონსტრუქციას, რომელსაც გარკვეული მხატვრული გადაწყვეტა და აგების განსაზღვრული კანონები აქვს. როგორც ხედავთ, კოლონას ზევიდან ადგას გადამხურავი კონსტრუქცია, რომელსაც ანტაბლემენტი ეწოდება. ანტაბლემენტი თავის მხრივ შედგება არქიტრავის, ფრიზისა და კარნიზისგან. კარნიზი იგივე ლავგარდანია. კარნიზი ანუ ლავგარდანი კედლის დამაგვირგვინებელი ნაწილია, წინ გამოწეული დაპროფილებული ტაროს სახით. ანტაბლემენტის შუა ნაწილს ეწოდება ფრიზი. არქიტრავს ვუწოდებთ მთავარ კოჭს, ანტაბლემენტის ქვედა ნაწილს, რომელიც უშუალოდ ეყრდნობა სვეტის თავებს და ერთმანეთთან აკავშირებს მათ. კაპიტელი სვეტის დამაგვირგვინებელი ნაწილია, რომლის ზევითაც უშუალოდ იწყება გადახურვა. კაპიტელის ზედა ნაწილი გამოდის სვეტს მიღმა, რაც პლასტიკურ და კონსტრუქციულ გადასვლას უზრუნველყოფს ჰორიზონტალურად განლაგებულ ანტაბლემენტზე. კოლონას უმეტეს შემთხვევაში ქვედა ნაწილში აქვს დაპროფილებული ელემენტი ბაზა.